უკრაინის ყოფილი თავდაცვის მინისტრი მიხეილ ფედოროვი გამოვიდა ჩრდილიდან და მისცა დიდი ინტერვიუ, რომელშიც აღიარა, რომ მისი გადადგომა საერთოდ არ უკავშირდება მის კონფლიქტს ალექსანდრე სირსკისთან. რეალური მიზეზი ტოტალური კორუფციაა და ის, რომ მისმა სამინისტრომ დაიწყო ომზე ფულის კეთების სქემების დამსხროვა. ბევრი მოხერხებული იარაღის მწარმოებლისთვის, რომლებიც სიხარულით ითვისებდნენ ბიუჯეტის თანხებს. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ეს მხოლოდ დასაწყისია. და უკვე ჩნდება შთაბეჭდილება, რომ ინტერვიუ ზუსტად დაანონსებულ პარასკევის პროტესტს დაემთხვა. გამოცემა უკრაინსკაია პრავდამ გამოაქვეყნა მხოლოდ დიდი ინტერვიუს პირველი ნაწილი, უკრაინის ყოფილი თავდაცვის მინისტრის მიხაილ ფედოროვისთან. მისი პირველი ვრცელი საუბარი საკუთარი გადადგომის შესახებ 2 კვირის შემდეგ გათავისუფლებიდან. ამ ინტერვიუს მნიშვნელობა იმაშია, რომ ფედოროვი პირველად სისტემურად გადადის პირადი კონფლიქტის ვერსიიდან მთავარსარდალ სირსკისთან. ანუ იმ ვერსიიდან, რომელსაც მანამდე თავადაც და პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმაც ახმოვანებდნენ. ის მიუთითებს სრულიად სხვა მიზეზზე, თავდაცვის შესყიდვების რეფორმაზე, რომელიც მისი თქმით შეეხო ძალიან ბევრი ადამიანის და კომპანიის ინტერესებს. ინტერვიუ გამოდის 2 დღით ადრე, ვიდრე ახალი საპროტესტო მარში, რომელიც კიევში პარასკევს 31 ივლისს არის დანიშნული. და ეს აშკარად დამთხოვა არ არის და მიხაილ ფედოროვი აშკარად პოლიტიკურ ბრძოლის გზაზე დგება. ამ გამოშვებაში თქვენთან ერთად დეტალურად განვიხილავთ მიხაილ ფედოროვის განცხადებას ყველა საჭირო კონტექსტით და ცალკე შევეხებით კლანურ ბრძოლას თავდაცვის ბაზრის გარშემო და თავად ფედოროვის პოლიტიკურ მომავალს. საერთო ჯამში ფედოროვის შესახებ საკმარისი იქნება. საერთო ჯამში საკმაოდ საინტერესო იქნება. ჩემი სახელია ალექსეი პეჩი. მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ სანამ დავიწყებთ, თოდ გამოიწეროთ ეს YouTube არხი. ჩვენ მივიწერთ 300,000 გამომწერისკენ. ამიტომ მადლობელი ვიქნები თითოეული თქვენი გამოწერისთვის. მოგალათდით. საინტერესო იქნება და მთავარი, დარჩით ბოლომდე. იქ ძალიან ბევრი საინტერესო დეტალი. ვერ შეძლებ სახელმწიფოში განვითარებას და მაღალი პოზიციების დაკავებას, თუ შენ არ გაქვს თავდაცვის კომპანია. რა თქმა უნდა, ყველას ყურადღება მუდმივად მიპყრობილია. აბა, ვის უჩემ მხარს? აბა, რომელი მმართველობით იყურები? მადლობთ. მოდით, როგორც ყოველთვის, ყველაფერს თავის ადგილზე დავალაგოთ. დავიწყოთ ქრონოლოგიით. როგორ მოხდა ეს ყველაფერი? 14 ივლისს შეგახსენებთ უკრაინის უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა პრემიერ-მინისტრი იულია სვერიდენკოს მთავრობის გადადგომას, რის შედეგადაც ავტომატურად გადადგა მინისტრთა კაბინეტი. 15 ივლისს მიხაილ ფედოროვმა დაადასტურა, რომ ტოვებს თავდაცვის მინისტრის პოსტს. 16 ივლისს კიევში და სხვა ქალაქებში დაიწყო საპროტესტო აქციები, მოთხოვნით, რომ ის დააბრუნონ სამინისტროში. სხვათა 20 ივლისს ვლადიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებას ახალი მთავარსარდლის მიხაილ დროპატოვის დანიშვნის შესახებ, რომელმაც შეცვალა ალექსანდრ სირსკი. და უკვე 31 ივლისს პროტესტების ორგანიზატორმა, ვეტერანმა დმიტრი კოზიატინსკიმ დაანონსა ახალი საპროტესტო მარში. შევჩენკოს ძეგლიდან ივანე ფრანკოს მოედნამდე, პრეზიდენტის ოფისთან კიევში. და სწორედ ამ დაანონსებულ საპროტესტო მარშთან დაკავშირებით მიხაილ ფედოროვმა გადაწყვიტა დაარღვიოს დუმი. ეს აშკარად დამთხოვა არ არის და მე პირდაპირ უნდა ვთქვა ამის შესახებ. ამიტომ გადავდივართ ამ ინტერვიუს მთავარ კითხვაზე, რომელსაც სვამს ჟურნალისტი უკრაინსკაია პრავდის მიხაილ ткаჩი. რა არის თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გათავისუფლების რეალური მიზეზი? და შემდეგ მოხვება მიხაილ ფედოროვის პირდაპირი ციტატა. არ მინდოდა რაიმე თეორიების აგება ამასთან დაკავშირებით. არ მინდოდა საუბრების გადმოცემა. საუბრების, რომლებიც ჰქონდა პრეზიდენტთან. იქ არაფერი ახალი, რაც საჯაროდ არ ყოფილიყო ნათქვამი. პირველ რიგში საუბარი იყო იმაზე, რომ არსებობს გარკვეული კონფლიქტი, მაგრამ ზოგადად ვფიქრობ, რომ მიზეზები საერთოდ სხვაგანაა. ძალიან ბევრი ადამიანი შემოიკრიბა თავდაცვის სამინისტროს გარშემო და ჩემს გარშემო, როგორც მინისტრის, რადგან ჩვენ დავიწყეთ ბევრი სხვადასხვა პროცესის გადახალისება შიგნით. და იმიდან, რაც დაიწყო საჯარო სივრცეში ხდებოდა გარკვეული ზეწოლა, გარკვეული სამართალდამცავი ორგანოები ჩვენი მუშაობის გარშემო. სადღაც აპრილის დასაწყისიდან გასაგები იყო, რომ დაძაბულობა იზრდებოდა და ეს რაღაცით დასრულდებოდა. შემდეგ ფედოროვი პირდაპირ ასახელებს ამ ზეწოლის წყაროს. ციტატა. მიზეზი, რომელიც დაკავშირებულია შესყიდვებთან, ტენდერებთან, იმასთან, რომ ჩვენ დავიწყეთ ამ მიმართულებით პროცესების გადაწყობა. ამან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია მრავალი მსხვილი იარაღის მწარმოებლის მხრიდან, პრობლემაც დაიწყეს მუდმივად ზემოქმედება. ნეგატივის გავრცელება არა მხოლოდ პრეზიდენტის ირგვლივ, არამედ მთლიანად მედიაში, მედია სივრცეში. ამის შემდეგ ჟურნალისტი მიხეილ ткаჩი უკვე პირდაპირ კითხვას სვამს.
შეესაბამება თუ არა სიმართლეს ინფორმაცია, რომ ბევრი ადამიანი ისე თუ ასე დაკავშირებული პოლიტიკურად გავლენიან პირებთან არ არიან დაინტერესებული გამჭვირვალე იარაღის შესყიდვის ბაზრის ფორმირებაში და სურთ რომ მომავალში ამაზე უზარმაზარი ფული ჩაიჯიბო. ფედროვის პასუხი ასე ჟღერს, ციტატა. ფიქრობ ამას არსებობის საფუძველი აქვს. მართლა ძალიან ბევრი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში დაკავშირებულია თავდაცვის სფეროს ბიზნესთან. გაგრძელება იქნება. მართლა ძალიან ბევრი სხვადასხვა სიგნალი იყო. ძალიან ბევრი რამ ხდებოდა თავდაცვის სამინისტროში. 7 წლის განმავლობაში მთავრობაში მუშაობისას ვერ წარმოვიდგენდი, რომ თავდაცვის სამინისტროში შეიძლება იყვნენ ადამიანები, რომლებიც კერძო კომპანიების მიერ არიან დანიშნული დეპარტამენტების უფროსებად. ეს არის სამართალდამცავი ორგანოების გავლენა პროცესებზე. ანუ რამდენად შორს არის წასული პროცესის შიგნით. აქ საჭიროა ცოტა ავხსნათ ფონი, რომელსაც თავად ფედოროვი პირდაპირ არ განმარტავს, მაგრამ რომელიც ხსნის მისი სიტყვების კონტექსტს. საუბარია საქმეზე, რომელიც ცნობილია როგორც მინდიჩის ჩანაწერები. ტიმურ მინდიჩი, ბიზნესმენი, რომელსაც პრესა ახასიათებს როგორც ვლადიმირ ზელენსკისთან დაახლოებულ პირს. ის გახდა ფიგურანტი უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს გამოძიებაში ენერგეტიკის სექტორში, რომელიც ასევე ეხება იუსტიციის მინისტრს, ადრე ენერგეტიკის მინისტრ ჰერმან გალუშენკოს. მოგვიანებით სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ მინდიჩი ასევე დააკავშირა თავდაცვის სფეროსთან, ყოფილი თავდაცვის მინისტრის ფიგურასთან და ამჟამად ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანთან რუსტემ უმეროვთან, რომელიც სულ 2 დღის წინ მშვიდად იჯდა ვლადიმირ ზელენსკის გვერდით თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე. აი ასე, ჩანაწერებში, რომლებიც მინდიჩის საქმეში ფიგურირებს, დაფიქსირებულია სწორედ იმ ტიმურ მინდიჩის ზარები რუსტემ უმეროვთან. მოთხოვნით მიეღო ტყვიაგამტარი ჯავშანჟილეტების პარტია, ასევე შეხვედრა უმეროვის კერძო ბინაში იმავე მინდიჩთან, ჩინოვნიკ ჟუმადილოვთან და ამავე ჟილეტების მომწოდებელთან. თავად რუსტემ უმეროვი აცხადებდა, რომ მისი მუშაობის დაკავშირების მცდელობები თავდაცვის სამინისტროში რომელიმე პირის გავლენასთან უსაფუძვლოა, მაგრამ მაინც აღიარა მინდიჩთან შეხვედრის ფაქტი. კონკრეტულად იმ კონტრაქტის საკითხზე, რომელიც შემდეგ პროდუქციის მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო გაწყდა. სწორედ ეს საქმე ქმნის საჯარო კონტექსტს, რომელშიც ფედოროვის სიტყვები გაისმა ადამიანებზე, რომლებიც თავდაცვის სფეროს ბიზნესთან არიან დაკავშირებული. და შემდეგ ინტერვიუში ისმის პრეზიდენტის ფრაქციის ხელმძღვანელის, ხალხი მსახურის დმიტრი დავიდ არახამიას სახელი. როგორც იარაღის სხვადასხვა მწარმოებლის ინტერესების აქტიური წარმომადგენელი, რომელსაც შეეძლო პირდაპირ ემოქმედა ფიოდოროვის გადადგომაზე. და როცა მას ეკითხებიან არახამიას როლის შესახებ, ფიოდოროვი არიდებით პასუხობს, მაგრამ არა უარყოფითად. ციტატა. არ მსურს კონკრეტული გვარები დავასახელო, პირდაპირ მუხარები არ ყოფილა. ამიტომ ყველა ჩემ შესახებ ძირითადად იცის. იცის ჩემი პოზიცია, ამა თუ იმ საკითხზე. ვფიქრობ, რომ ფუნდამენტური პრობლემა ისაა, რომ ძალიან ბევრი მაღალი თანამდებობის პირი ვერ წარმოუდგენია. რომ შეგიძლია სახელმწიფოში მაღალი თანამდებობა გეკავოს და არ კონდეს კავშირი თავდაცვის ბიზნესთან. შეიძლება შეცვალო თამაშის წესები, შეიძლება გახსნა ბაზრები, შეიძლება დაეხმარო ბაზრობზრებს განვითარებაში და ამავე დროს არ კონდეს საკუთარი ინტერესები ამ ბაზარზე. ეს კულტურული და ღირებულებითი პრობლემაა, რომელიც დღეს ჩნდება და გავლენას ახდენს ტექნიკური ან სხვა გადაწყვეტილებების მიღებაზე. აქ მნიშვნელოვანია ხაზგასმა, რომ ეს მაინც არ არის პირდაპირი ბრალდება დავით არახამიას მიმართ. ფედოროვი უარს ამბობს სახელების დასახელებაზე და ამაზე საუბრობს სისტემური პრობლემის დონეზე და არა კონკრეტულ ადამიანზე პირდაპირ მითითებად. მაგრამ რადგან ეს მხოლოდ ინტერვიუს პირველი ნაწილია, არ გამიგვირდება თუ მომავალში პოლიტიკური ბრძოლის პროცესში ფედოროვი უკვე კონკრეტულ სახელებს დაასახელებს. როგორც ხედავთ, ესკალაციის დონეს ის ძალიან ნელა ზრდის. კითხვაზე რატომ დაიკავა ამ კონფლიქტში პრეზიდენტმა ზელენსკიმ ფაქტობრივად ამ ჯგუფების მხარე თავდაცვის სექტორში, ფედოროვი პასუხობს, ციტატა. ჩვენ არ ვიცით გათავისუფლების საბოლოო მიზეზი. ფიქრობ, როცა 90 ადამიანი მოდის შენთან, ზელენსკისთან და გეუბნებიან, იქ რაღაც ისე არ არის, იქ არის რაღაც პრობლემა, მაშინ შესაძლოა ესეთ ზეწოლაში რთულია რეალობა ობიექტურად დაინახო. და შემდეგ ამატებს მნიშვნელოვან დეტალს. ციტატა. მაგრამ სადღაც ოპერაციასთან დაკავშირებით. აპრილში მე გავაფრთხილე პრეზიდენტი.
ნახეთ, ეხლა თქვენთან მოვლენ და გეტყვიან, რომ ჩემთან რაღაც ისე არ არის, რომ მე მაქვს დრონების ბიზნესი. კომპანიებ, რომ მე დავამსხვრე რაღაც პროცესები. თქვენ უნდა გააკეთოთ ამ ინფორმაციის გადამოწმება, იმიტომ რომ მე შევეხე ბევრი ადამიანის და კომპანიის ინტერესებს და აქ თქვენი მხარდაჭერა მჭირდება. ანუ მიხაილ ფედოროვი პირდაპირ ამბობს, რომ ის აფრთხილებდა, რომ ის ანგრევს ძველ ბაზარს თავდაცვის სექტორში და ზელენსკის არ უნდა ახვეს ამ ყველაფერს. ის ამბობს, რომ უკვე აპრილში გააფრთხილა პრეზიდენტი, რომ ეხლა მოვლენ შენთან ადამიანები და დაიწყებენ წუწუნს. თითქოს როგორ შეიძლება ასე? ჩვენ მილიონობით დოლარს შოულობდით იარაღის გაფიდვით. და ახლა მოვიდა ვიღაცა ფედოროვი და ანგრევს ამ სქემას. შემდეგ ციტატა საინფორმაციო ზეწოლის მექანიზმზე. ხედავთ, რომ უკრაინის უმსხვილესი Telegram არხები იყიდეს და ისინი მთლიანად ჩემსა და ჩემი კომპანიის წინააღმდეგ მუშაობენ. დაიწყო სისხლის სამართლის საქმეების გამოჩენა იმ ადამიანების გარშემო, რომლებიც ჩემთან მუშაობენ. ანუ ეს ზეწოლა ყოველ თვეს იზრდებოდა. და ასეთი ზეწოლის ქვეშ რეფორმების გაგრძელება საბოლოოდ როგორც ვხედავთ, გამოიწვია მთავრობის შეცვლა და იმ ფაქტმა, რომ დღეს მე აღარ ვარ თანამდებობაზე. შემდეგ პირდაპირ კითხვაზე. თვლის თუ არა, რომ მთავრობის გადადგომა იყო საფარი მისი გათავისუფლებისთვის. ფედოროვი პასუხობს. შემდეგ ციტატა. ასე ჩანს, სამწუხაროდ ჩვენ ნავთობი დავკარგეთ. ამ ცვლილებების დროს რამდენიმე სერიოზული მენეჯერი დავკარგეთ, მათ შორის იულია სვერიდენკო. ანუ ფედოროვი ადასტურებს ამ ვერსიას, რომ მთლიანად მთელი კაბმინი გადააყენეს უბრალოდ იმიტომ, რომ ფედოროვი უნდა გაეშვათ. მაგრამ პირდაპირ ვერ იტყოდნენ, რომ ფედოროვს უშვებთ, რადგან ის ანგრევს ბაზრებს და ხელს უშლის გარკვეულ ადამიანებს ომზე ფულის შოვნაში. ამიტომ გადათქვით, რომ უბრალოდ მთავრობის სტრატეგიას ცვლიან. შემდეგი მომენტი, რომელიც თავად ვლადიმირ ზელენსკის მიდგომას ახასიათებს მინისტრთა კაბინეტის ფორმირებაში. ციტატა ფედოროვისგან. ნახევარი საათით ან 1 საათით ადრე ხალხის მსახურის ფრაქციის სხდომამდე მომახსენეს, რომ კლიმენკოს კანდიდატურა წარგენილი იქნებოდა თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე. კითხვაზე ეს პირადად პრეზიდენტმა გააკეთა თუ არა ფედოროვი, მოგლედ პასუხობს: დიახ. თავად კონფლიქტზე ალექსანდრ სირსკისთან მიხაილ ფედოროვი ვცლად საუბრობს და ფორმულირებს იყენებს, რომლებიც განსხვავდება იმ განცხადებებისგან, რაც ადრე საჯაროდ ისმოდა. შემდეგ მისი ციტატა. სინამდვილეში ჩვენ და მთავარსარდალს შორის ასეთი პირადი კონფლიქტი არასდროს ჰქონია. ეს უფრო მსოფლმხედველობრივი კონფლიქტია. ჩვენ გვაქვს ომის გარკვეული ხედვა, რითაც მოვედით. მაგრამ ეს ხედვა იშლება კონკრეტულ რეფორმებად, პროექტებად და ოპერაციებად, რომლებიც უნდა განხორციელდეს. ჩვენ როგორც თავდაცვის სამინისტრომ არც ერთი გენშტაბისა და მთავარსარდლის გადაწყვეტილება არ დაგვიბლოკავს. ეს იყო პოზიცია როგორც მოქალაქის, ასევე თავდაცვის მინისტრის. სოფლმხედველობითი კონფლიქტის მიუხედავად, არმიის არც ერთი პროცესი არ უნდა დაბლოკილიყო. მტკიცებაზე, რომ პრეზიდენტი ზელენსკი საჯაროდ ამბობდა თითქოს მინისტრი და მთავარსარდალი მის გარეშე არ საუბრობდნენ ერთმანეთთან, ფედოროვი არიდებით პასუხობს. ამას ვერ დავაკომენტარებ. სინამდვილეში ჩვენ გქონდა ბევრი შეხვედრა, თათბირი და ზარი. რა თქმა უნდა, ჩვენ სამუშაო რეჟიმში ვიყავით და მუშაობდით. ხოლო შემდეგ, განმარტებით კითხვაზე პრეზიდენტის გარეშე, ფიოდოროვი მოგლედ პასუხობს. რა თქმა უნდა, ანუ ფიოდოროვსაც და სირსკისაც შეეძლოთ მუშაობა პრეზიდენტის მონაწილეობის გარეშე. კითხვაზე, რატომ აერჩია პრეზიდენტმა ზელენსკიმ საბოლოოდ სირსკი და არა ის, ფიოდოროვი პირდაპირ პასუხს არ იძლევა და აქვე პირდაპირი უარყოფა. ჩორების შესახებ თითქოს მან ულტიმატუმი წაუყენა. ციტატა. მე არ დამიყენებია არანაირი ულტიმატუმი. მე საუბრები დავტოვე მთავრობასთან ერთად. შემდეგ დაიწყო პროტესტები. გადადგომის შემდეგ შეთავაზებულ თანამდებობებზე ფედოროვი ასე ამბობს. მომცეს რამდენიმე თანამდებობა და მე უბრალოდ ვთქვი, რომ მაქვს გარკვეული ხედვა, რომლის განხორციელებაც შემიძლია მომავალშიც. სადაც არ უნდა ვიყო, ამ ხედვას ყოველთვის მივყვები. დეკორატიულ თანამდებობას არ დავიკავებ. საკუთარ თავს მენეჯერად მივიჩნევ, რომელსაც სისტემების შექმნა და შედეგის მიღწევა შეუძლია. ფედოროვი ცალკე ხსნის, რატომ თქვა უარი თავდაცვისა და ინოვაციების საკითხებში ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე. და ფაქტობრივად ის უბრალოდ ერთ უბრალო ჭეშმარიტებას ადასტურებს. ფედოროვი ამბობს, ვიცე-პრემიერი სამინისტროს გარეშე ეს ფაქტობრივად იგივეა, რაც მრჩეველი, რომელსაც შეუძლია სისტემისთვის რჩევების მიცემა. შეგიძლია გავლენა მოახდინო მასზე, მაგრამ არ გაქვს შესაძლებლობა ჩამოაყალიბო გუნდი, გავლენა მოახდინო რეალურ შედეგზე. ამიტომ ეს უფრო დეკორატიული თანამდებობაა.
თავისი გუნდისა და პრეზიდენტთან ურთიერთობის შესახებ ახლა ფედოროვი მოკლედ ამბობს. ჩვენ არ გქონია საბოლოო საუბარი პრეზიდენტთან. ჩვენ არ გვიჩხუბია. არ ყოფილა ისეთი რამ, რომ გადავწყვიტეთ აღარ გვეკონტაქტა. ჩემი თვალსაზრისით კომუნიკაცია ჯერ კიდევ გრძელდება. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ თავად ზელენსკი უკვე ამბობს, რომ ფედოროვის საკითხი დახურულია. ინტერვიუს ცალკე შინაარსობრივი ბლოკი ეხება დროპატოვის უკრაინის შეერარებული ძალების მთავარსარდლად დანიშვნას. კითხვაზე, იყო თუ არა ეს მისი კანდიდატურა პრეზიდენტისთვის, ფედოროვი პასუხობს. ჩემი მთავარი წინადადება პრეზიდენტისთვის იყო სხვადასხვა მეთაურთან შეხვედრა. კორპუსების მეთაურებთან, შესაძლოა ზოგიერთი ბრიგადის, ჯარის დაჯგუფებების ხელმძღვანელებთან შეხვედრა, ყველას ნახვა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება. დროპატოვის შემთხვევაში მე მას ვთავაზობდი. და აი აქ ბოდიში საერთოდ გაუგებარია რა ხდება. უпростоრად გასაგებია. მაგრამ მოდით ცოტა სხვა კუთხით განვიხილოთ. ჩვენ თქვენთან ერთად განვიხილავდით, რომ ვლადიმირ ზელენსკი სწორედ ასეთ შეხვედრებს მართავდა მეთაურებთან, სარდლებთან და ფაქტობრივად ყველაფერს ისე აკეთებდა, როგორც ახლა მიხეილ ფედოროვი აღწერს. თუ ფედოროვი რეალურად ამას ურჩევდა პრეზიდენტს და პრეზიდენტმაც ასე მოიქცა, კითხვა, ვისთვის უნდა მოიშორო? ესეთი მიხეილ ფედოროვი. შემდეგ ფედოროვი დეტალურად აღწერს საკუთარი ხედვას ომის გეგმის შესახებ, რომელიც დაყოფილია 4 ძირითად მიმართულებად. პირველი, საჰაერო დომენი, ანუ ცაში ყველაფრის გადაჭერა, მცირე საჰაერო თავდაცვის სისტემების შექმნა, რომლებიც ამოითნობენ თითოეულ მიზანს და ფაქტობრივად ქმნიან გაუტეხავ გუმბათს. მეორეა, სახმელეთო მიმართულება, ანუ მიწაზე მტრის წინსვლის შეჩერება ბრძოლის ველზე. მოიპოვა 200 რუსის. განადგურება ყოველი კვადრატული კილომეტრისთვის, რომელსაც მტერი იპყრობს. დაასრულო კორპუსის რეფორმა. მოაგვარო მობილიზაციის პრობლემა. მიიყვანო რუსების განადგურება თვეში 50,000-მდე. შეცვალო საკუთარი ხალხი ბრძოლის ველზე ტექნოლოგიებით. 3. ეკონომიკა. ის, რასაც პრეზიდენტი ზელენსკი შორ მანძილზე მოქმედ სანქციებს უწოდებს, ანუ ბრძოლა ჩრდილოან ფლოტთან და ზოგადად სანქციები რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ. 4. კოგნიტური ომი. ანუ პარტნიორებთან ვინ-ვინ ურთიერთობების ჩამოყალიბება, რათა არ იყოს ასე. მოგცეთ რამე დაგვეხმარეთ. არა, თქვენ არ გვეხმარებით. ჩვენ თქვენთან პარტნიორები ვართ. პარტნიორები. 5. რუსეთზე გამარჯვება ყოველ ტექნოლოგიურ ციკლში. ყველაფრის დაფიქსირება რეალურ დროში და ცალკე პუნქტად კორუფციასთან ბრძოლა. მობილიზაციის რეფორმაზე ფედოროვი საუბრობს როგორც ძაბრზე. შემდეგ მისი ციტატა. მობილიზაციას უნდა შევხედოთ როგორც ერთგვარ ძაბრს, სადაც არის საბოლოო პროდუქტი. ეს არის სამხედრო სამსახური, სადაც არის გარკვეული პირობები, მკაფიოდ განსაზღვრული ვადები, ხელფასი, შიგნით განვითარების შესაძლებლობა, ის ახსენებს უცხოელებისთვის ბაზრის გახსნას ფრონტზე. ციტატა. მე მჯერა, რომ პირველ ხაზზე 50-ზე მეტი შტურმოვიგიდან შეიძლება უცხოელები იყვნენ. ჩვენ ახლა ვხედავთ ზაპოროჟიეს მიმართულებაზე. დიდი რაოდენობის სამხედროები აფრიკული ქვეყნებიდან იბრძვიან რუსეთის მხარეს. ფრონტის ზოგიერთ მონაკვეთზე ისინი კიდევ უფრო მეტი არიან. ვიდრე თავად რუსები. და რაც თავია ფიოდოროვის თქმით, მობილიზაციის რეფორმა სრულად აგვისტო-სექტემბერში უნდა დაწყებულიყო. რაც შეეხება მის პოლიტიკურ ამბიციებს, თავად ინტერვიუში ფიოდოროვი პირდაპირ აცხადებს. მე არასდროს მებრძოლია თანამდებობებისთვის. არ მინდოდა მინისტრობა არც მიოცნები ამაზე. მე ვარ მენეჯერი, რომელსაც სისტემის აშენება შეუძლია და ეკოსისტემებისაც. ჩემთვის მთავარი შედეგის ჩვენება. ეს საკმაოდ ლამაზი, არაპირდაპირი პასუხია. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ პოლიტიკურ წრეებში ახლა მაინც განიხილება ახალი პარტიის შექმნის შესაძლებლობა მიხეილ ფედოროვის ხელმძღვანელობით. თუმცა მის გარემოცვაში ამტკიცებენ, რომ ჯერჯერობით პოლიტიკაში წასვლას არ აპირებს. შეგახსენეთ, ზალუჟნიზე ზუსტად იგივე ამბობდნენ. შემდეგ კი მან თქვა, მოისმინეთ, თუ ხალხი ითხოვს, მაშინ რატომაც არა. ეხლა იმაზე, რატომ გამოჩნდა ეს ინტერვიუ სწორედ ეხლა. როგორც მე მგონია, ყველაფერი ძალიან მარტივია. ინტერვიუ გამოქვეყნდა 29 ივლისს, 30 ივლისს ის მაქსიმალურად გავრცელდება დღეს. 31 ივლისს კიევში ახალი საპროტესტო მარშია დაანონსებული. აქ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პროტესტის ორგანიზატორები სწორედაც მოუწოდებდნენ ყოველდღიური აქციებისგან თავშეკავებას, რათა დაეგროვებინათ ძალები.
ძალა სწორედ პარასკევის მსვლელობისთვის. ანუ ფაქტობრივად ინტერვიუ გამოვიდა 2 დღით ადრე, ვიდრე დიდი საპროტესტო აქცია გაიმართებოდა. და ის ობიექტურად უჭერს მხარს საპროტესტო დღის წესრიგს. უფრო მეტიც, ის პროტესტის მონაწილეებს ახალ, უფრო დეტალურ არგუმენტაციას აძლევს საპროტესტო მარშის წინ. ცხადია, რომ ინტერვიუს გამოქვეყნება პროტესტის ორგანიზატორებთან იყო შეთანხმებული. თუ ინტერესებზე ვისაუბრებთ, თავად მიხეილ ფედოროვისთვის ეს პუბლიკაცია იმით არის მომგებიანი, რომ საზოგადოებრივი დისკუსიის ფოკუსს ირსკი ფედოროვთან პირადი კონფლიქტიდან ინსტიტუციურ პრობლემაზე გადაიტანს. ვინ უშლის ხელს რეფორმებს თავისი ფულის გამო? ანუ ვინ უშლის ხელს საერთოდ სამართლებრივი სახელმწიფოს აშენებას? ვინ ცდილობდა ომზე ფულის შოვნას და ასე შემდეგ. და ეს, როგორც თქვენ გესმით, უფრო მომგებიანია. ეს პოლიტიკოსისთვის ჩარჩოა, რომელიც სურს რეფორმატორის რეპუტაციის შენარჩუნება, მიუხედავად შემდგომი კარიერის. ამ აზრის გონებაში გამყარებ და საპროტესტო მოძრაობისთვის ინტერვიუ იძლევა ახალ შინაარსიან მიზეზს 31 ივლისის მარშის წინ. ზელენსკის საპრეზიდენტო გუნდისთვის ასეთი პუბლიკაცია პირიქით ძალიან არახელსაყრელია, რადგან ის ამყარებს ნარატივს იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილება მიღებული იქნა ზეწოლის ქვეშ. ინტერესთა ჯგუფების გავლენით და არა ობიექტური სამხედრო მიზეზებით. და მიანიშნებს პრეზიდენტის ფრაქციის ხელმძღვანელის დავით არახამიას შესაძლო როლზე. და რაც თავარია, ეხლა პროტესტი ახალი ძალით კითხავს პრეზიდენტს, რატომ არ გვაცნობინა მინისტრების გადადგომას ან დანიშვნას? რატომ არ ხსნი ამას საჯაროდ? რა ხდება რეალურად? იმიტომ რომ ფედოროვმა პირდაპირ თქვა, ის რაც თქვენ გითხრეს, რომ იყო კონფლიქტი ფედოროვსა და სირსკის შორის, ეს ყველაფერი სისულელეა. იმიტომ რომ გადადგომის რეალური მიზეზი სულ სხვა. თავდაცვის ბაზრის კომპანიისთვის, რომლის ინტერესებიც ფიოდოროვის თქმით შესყიდვების რეფორმამ დააზიანა. გახმაურებაც ორმაგად არახელსაყრელია. იმიტომ რომ ეხლა ეს თემა მხოლოდ ჭორებით აღარ არის გამყარებული. არამედ ყოფილი თავდაცვის მინისტრის პირდაპირი სიტყვებით. რა იქნება შემდეგ? პირველი სცენარი. ინტერვიუ და 31 ივლისს დაგეგმილი მარში აძლიერებს ზეწოლას პრეზიდენტ ზელენსკის გუნდზე, რომ უფრო გამჭვირვალედ ახსნან საკადრო გადაწყვეტილებები თავდაცვის სფეროში. თავად ფედოროვი ინტერვიუში პირდაპირ ამბობს, რომ საზოგადოება აღარ დაუშვებს, ციტატა, გადაწყვეტილებების მიღებას დახურულ კარს მიღმა. მეორე სცენარი. თემა რჩება მედიის დისკუსიის დონეზე, ორგანიზაციული შედეგების გარეშე. რადგან ზელენსკის გუნდში ფიქრობენ, რომ პროტესტები დროთა განმავლობაში უბრალოდ ჩაცხრება, ხოლო ფედოროვას ახლა საერთოდ აღარ შეიძლება, კატეგორიულად არ შეიძლება ხელისუფლებაში დაბრუნება. მაშინ ხომ ასე გამოჩნდება, თითქოს ზელენსკი სუსტია და უბრალოდ ფედოროვას შანტაჟს დაემორჩილა. რადგან ახლა ეს საკმაოდ ძლიერი ფიგურას გავს, რომელმაც გამოვიდა და თქვა, ასეა, მე მხოლოდ თავდაცვის მინისტრი ვიქნები, სხვა არავინ ვიქნები. თუ ზელენსკი მას ამ პოზიციაზე დააბრუნებს, ის სუსტად გამოიყურება. მესამე უფრო შორეული სცენარი კი ის არის, თუ მიხაილ ფედოროვის პოლიტიკური ამბიციები, მისივე სიტყვების მიუხედავად ინტერვიუში, მაინც პარტიულ პროექტად იქცევა. ეს შეიძლება გახდეს ახალი ხაზი შიდა უკრაინულ დაპირისპირებაში. მაგრამ ამ ეტაპზე ეს მხოლოდ კულუარული ხმებია და არა გამოცხადებული განზრახვა. ანუ სრულიად შესაძლებელია, რომ ახალი პარტია შეიქმნას, ჯერ ესეთი პარტია არ არსებობს. ამ ეპიზოდის დასკვნა მარტივი იქნება. უკრაინის ყოფილი თავდაცვის მინისტრის მიხაილ ფედოროვის ინტერვიუ ახლა სწორედ პროტესტის გასახურებლად გამოვიდა, რომელიც დაწყნარებას იწყებდა. ამაზეც უნდა ვისაუბროთ ობიექტურად. ის ფაქტი, რომ მიხაილ ფედოროვი ღიად ამბობს, რომ მან გზა გადაუკვეთა იარარის კლანებს, რომლებიც ომზე უზარმაზარ ფულს შოულობენ. ეს პირდაპირი დარტყმაა ზელენსკიზე. იმიტომ რომ უკრაინა შეგახსენებთ, არც ისე დიდი ხნის წინ უკრაინა მიიღო კრედიტი 90 მილიარდი ევროს ოდენობით, რომელიც ხოთაშორის იქიდან 60 მილიარდი იხარჯება თავდაცვაზე. ანუ ეს 60 მილიარდი ევრო სწორედ იარაღზე დაიხარჯება და ფიოდოროვმა მოულოდნელად სცადა ამ ბაზრის შეცვლა. და რაც მთავარია, ფიოდოროვმა საჯაროდ გაავრცელა თავისი ხედვა ომზე. ეს კი პოლიტტექნოლოგიურ თვალსაზრისით კარგი განაცხადია პოლიტიკური ბრძოლისათვის სტილში. მე ხო გითხარით როგორ უნდა.
ხოლო თქვენ კი უბრალოდ გამათავისუფლეთ. აი რომ გაგეკეთებინათ ისე როგორც მე გეუბნებოდით, შედეგი სხვანაირი იქნებოდა. ხოლო თუ გააკეთებთ ისე როგორც ამბობდა, ის იტყვის: ხომ ხედავთ, ეს ხომ ჩემი სქემა იყო. ასე რომ ბრძოლა სინამდვილეში ახლა იწყება. აქ წერტილებს დავაყენებ. მეგობრებო, გთხოვთ, ფინანსურად დაუჭიროთ მხარე ამ YouTube არხის მუშაობას. ნებისმიერი დონატით ამ ვიდეოს აღწერაში მითითებული ბულებითა და რეკვიზიტებით. მადლობელი ვიქნებით თქვენი ნებისმიერ ხაბისმიერ მხარდაჭერისთვის. გამოიწერეთ არხი, გამოიწერეთ Telegram არხიც. Pitchy News. ბმული ამ ვიდეოს აღწერაში. აუცილებლად დაალაიქეთ. გააზიარეთ ამ გამოშვების ბმული თქვენს სოციალურ ქსელებში, რადგან ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. ხოლო მეგობრებო, დააჭირეთ ზარის ღილაკს, რომ არ გამოტოვოთ ახალი გამოშვებები ამ YouTube არხზე. ეს იყო ყველაფერი. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობით.